გამარჯობა. იმ საკითხზე, რომელზეც მინდა გესაუბრო, მრავალჯერ მიფიქრია. შეიძლება ჩვენი აზრები კიდევაც დაემთხოს ერთმანეთს, რაც ძალიან გამახარებს. საქართველოში არ გვაქვს ათწლეულებით წინასწარ დაგეგმვის ტრადიცია და არც გამოცდილება, რაც გვიჩვენებს, რომ ჩვენ ცხოვრობთ იმ ციკლში, სადაც ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ბუნებრივი და პოლიტიკური პროცესები მგრძნობიარეა. და ხშირად ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის სახიფათო თუ არა დამღუპველიც. ანგლო-საქსონური სამყაროსგან განსხვავებით, ჩვენ არ ვიცით ელიტის შიგნით მოლაპარაკება, რის გამოც ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით მოწყვლადები და დაუცველები. არ გვაქვს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების ტრადიცია. მესამე პირის ზედამხედველობის გარეშე, რაც არა მარტო აკნინებს ჩვენს ეროვნულ თავმოყარეობას, არამედ უცხო ძალებსაც უმყარებს რწმენას ჩვენს ეროვნულ უმციფრობაში. ეს სამწუხარო რეალობაა, მეგობრებო. თანამედროვე საქართველოში დამკვიდრდა ხელისუფლების ხელიდან არ გაშვების ტრადიცია, საკმაოდ მძიმე ფორმებით. ამის მიზეზი კი ახალი ხელისუფლების მხრიდან მათზე მოსალოდნელი სავარაუდო ანგარიშწორების შიშის სინდრომია. ამიტომ ყველა ხერხით, კანონითა და უკანონოდ ცდილობენ ხელისუფლების შენარჩუნებას. ეს პროცესი კი სერიოზულად აფერხებს ქვეყნის და პოლიტიკური ცხოვრების განვითარებას, ცივილიზებულ წარმართვას. უნდობლობა და დაუნდობლობა ერთგვარ ტრადიციად იქცა. როცა ჩვენი პოლიტიკოსები ამბობენ ან წუწუნებენ, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ცოტას გაკეთება შეგვიძლია, არ უნდათ გაიგონ მთავარი, რომ ყველაფერი პირობითია და თუ რაიმე ხდება, მხოლოდ ბუნებრივად ხდება. პატარა მაკედონიის მაგალითით საკმარისია ყველასთვის, რომელმაც თავისი დროის მსოფლიო დაიპყრო. მაკედონია თავისი ზომითა და მოსახლეობის რაოდენობით დღევანდელ საქართველოზე გაცილებით პატარა იყო. მხოლოდ ძლიერი ხელისუფლების, ძლიერ ვერტიკალს შეუძლია გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმა და რა თქმა უნდა განხორციელება. თანაც მის გასაგრძელებლად მემკვიდრეობის გადაბარება სანდო და გონიერი პოლიტიკური გუნდისთვის, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე მიმდინარე პროცესი. როგორც ყოველთვის ხდებოდა, ისევე გაგრძელდება, ამას ვერ გავექცევით. სადაც მეხუთე კოლონა იქნება ძლიერი, იქ სახელმწიფოს არ ექნება მომავალი. ეს უნდა გავითამისოთ. ტროას ცხენის ფილოსოფია ჯერ ვერც უარყო ვინმე და ვერც გააუქმა. ამიტომ ძალაშია. ძველ დროს ასეთ ადამიანებს თავებს აჭრიდნენ, კოცონზე წვავდნენ, გასულ საუკუნეში ხრეთდნენ, თქვენაც იცით ისტორიიდან. ახლა კი ისინი ყველას ჭკუას გვასწავლიან. ცხოვრების წესებს გვარნახობენ, ახალგაზრდებს ასწავლიან და წამლავენ ყველაფერი უცხოურით. ყველაფერი უცხოს სიყვარულით. აწესებენ და ნერგავენ უცხო კულტურისა და ტრადიციების ფორმებს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს, ტრადიციებსა და რა თქმა უნდა კულტურას. სწორედ ასეთი დაქირავებული პოლიტიკოსები და მენტორები აღვივებენ უნდობლობას და დაუნდობლობასაც, რადგან ამ ხერხის მეშვეობით გარე დაინტერესებულ ძალებს ეძლევათ საშუალება მესამე ძალის როლი მოირგონ. ესეც კლასიკური ფორმის ნაწილია. დათიშე და იბატონე. წლებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდ სეგმენტს არ აქვს სტაბილური ფსიქიკა, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. მათ შორის საკუთარ სახელმწიფოსა და ეთნიკურ ჯგუფებთან მიმართებაში. რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ჩვენ ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავზე მეტად ვაფასებთ სხვების გამოცდილებასა და კულტურას. სამწუხაროდ ჩვენმა ახლო და შორეულმა მეზობლებმაც კარგად იციან ამის შესახებ. და რა თქმა უნდა ამის შესახებ იციან არა მარტო კეთილი სურველებმა, არამედ მტრებმაც. ეს არის ისეთი ცოდნა ჩვენს შესახებ, რომელიც დროთა განმავლობაში მეგობარსაც კი გაუჩენს ცდუნებას, ეს ვითარება სათავისოდ გამოიყენოს და არ გამოვრიცხოთ ბოლოს ტრადაც კი მოგეკიდოს. პოლიტიკაში ყველაფერი ცხოვრებიდან მოდის. პოლიტიკა თავისით არ არსებობს. ის გაგრძელებაა ჩვენი როგორც პირადი, საზოგადოებრივი ცხოვრების და იქ მიმდინარე პროცესები პირდაპირ აირეკლება შემდეგ პოლიტიკაშიც. აქ ახალი არაფერია. თუნდაც ბოლო 30 წელი რომ ავიღოთ, ჩვენ კარგად დავინახავთ, რომ ეგრეთ წოდებული მეგობრები ყოველთვის გვარნახობდნენ და თავს გვახვედრენ ჩვენთვის სრულიად უცხო სოციალურ ფსიქოლოგიას. გაიხსენეთ, რამდენი მაგალითია ამის.
რომელიც გამოცდილია სხვა ეთნიკურ ჯგუფებზე და სათანადოდ კულტურებზე. ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს? თავს ვუქნებთ და ვუღიმით. ამრიგად საკუთარის უარყოფით ჩვენ საკუთარი თავის ასიმილაციას ვახდენთ უცხო კულტურაში და ვკარგავთ საკუთარს. ჩვენი შემგუებლობისა და დროთა სიავის გამო ჩვენი კულტურა უჩვენოთ და ჩვენი უშუალო მონაწილეობის გარეშე თავისით იკარგება. ბევრი უკვე დაიკარგა, ან ამ პროცესშია. და ახალს არაფერს არ ვაგებ, ალბათ თქვენც არაერთხელ გიფიქრიათ ამის შესახებ. ასე მოუვიდათ ძალიან ბევრ ხალხებს და ერებს, რომლებიც ოდესღაც ქმნიდნენ სამყაროს დღის წესრიგს, მაგრამ დღეს აღარ ჩანდა. ზოგიერთი მათგანი აღარც არსებობენ. ყველამ კარგად იცით, რომ ბევრი ტრადიცია დაკარგეთ. დავსვამ კითხვას, რატომ? კიდევ უკეთესი, ვისი მცდელობით მოხდა ეს? უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების მტრები ყოველთვის შეეცდებიან წაახალისონ ფსიქოლოგიურად სუსტი ადამიანების მოყვანა ხელისუფლებაში. ამას ის მიზანი აქვს, რომ მათ არ მოუტანონ რაიმე სარგებელი ხალხსა და ქვეყანას. სათანადოდ ქვეყანამ ვერ გაუძლოს და წინააღმდეგობა ვერ გაუწიოს უცხო კულტურის გაფართოებას და ექსპანსიას ქვეყანაში. ავიღოთ ნებისმიერი პოლიტიკოსი და რომელიმე საზოგადო მოღვაწე ოპოზიციის ფრთიდან, რომელსაც როგორც წესი დასავლეთი კვებავს. ჩაუტარეთ რამდენიმე ტესტი და მაშინვე აღმოაჩენთ, რომ ეს ის სუბიექტია, რომელსაც შეუძლია მხოლოდ ნეგატიური ფონის შექმნა ან უბედურების მოტანა ხალხისა და ქვეყნისთვის. და იმაშიც ადვილად დარწმუნდებით, რომ მათ შეუძლიათ მხოლოდ ნგრევა. სამწუხაროდ ასეთების საკმარისზე მეტად არიან მათ შორის მმართველ გუნდშიც. სამწუხაროდ ჩვენ არც თვითგანწმენდის ტრადიცია გაგვაჩნია. ჩვენ გვაქვს სოციალური პერცეფციის, ანუ აღქმის დისბალანსი. როდესაც უცხო ადამიანების უფრო მეტად გვჯერა, ვიდრე საკუთარი ხალხისა. მოგეხსენებათ, სოციალური აღქმა არის სხვა ადამიანების აღქმისა და გაგების უნარი. ასევე მათი აზრებისა, ემოციებისა და განზრახვებისა, რომელიც გამოხატულია და არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებებითაც. 90-იანი წლებიდან ლამაზი და თავბრუდამხვევი დაპირებებით ჩვენ ჩაგვითრიეს თამაშში, რომელიც სრულიად მივიღეთ, მაგრამ ამან გადაგვაგდო იმ რელსებიდან, რისთვისაც ვიბრძოდით და ვოცნებობდით და გვინდოდა უკეთესი ცხოვრება მიგვეღო ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოსთვის. ან იქნებ გვეგონა, რომ ვიბრძოდით. ამ კითხვასაც შემთხვევით არ ვსვა. ან იქნებ ეს ბრძოლა სულ რამდენიმე კაცის ახირება იყო და სულაც უცხო იყო ჩვენთვის. შემდეგ კი ძალიან მიმზიდველი და მოდური გახდა, რადგან ჩვენ ერთ სოციუმში ცხოვრობდით სხვა საბჭოთა ხალხებთან ერთად და ადვილად ვიტაცებდით ერთი ქვეყნიდან მეორეში და მე ეს ვრცელდებოდა თუ რაიმე მოდური იმკვიდრებდა ადგილს. და მე ვფიქრობ, ჩვენ ბევრი რამ გადმოგვედო დიდი რუსეთიდან, იქ მიმდინარე პოლიტიკური თუ სოციალური პროცესებიდან. გაიხსენეთ, საქართველოს ხელისუფლებას ოდესმე ჰქონია საკუთარი პროექტი, თუ როგორ დაგვებრუნებინა მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი ხალხი და დაკარგული ტერიტორიები. რა თქმა უნდა არა. რატომ? იმიტომ რომ დაგვაგვიწყეს. დიახ, რა თქმა უნდა დაგვაგვიწყეს. გვაიძულეს და ჩვენს დავივიწყეთ. ჩვენ რომ ეს არ დაგვევიწყებინა, მაშინ იმაზეც ვიფიქრებდით, როგორ შეგვექმნა და მოგვეპოვებინა რესურსი, მათ შორის ფინანსური, რათა ჩვენი გეგმა განგვეხორციელებინა. როდესაც სტრატეგია არ გაქვს, არც რესურსების მოძიებაზე ფიქრობ და არც მოკავშირეს ეძებ. ეს შედეგია. ამიტომ მიგვიჩნევენ ზოგიერთი სახელმწიფოები ერად მომავლის გარეშე. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ეს ფაქტია. უკვე იმით, რომ არ გვიწევენ ანგარიშს მრავალ საკითხზე, ეს ამის მაჩვენებელია. ეს სამწუხაროდ არა მარტო ვერდიქტია, არამედ დიაგნოზიც არის. ჩვენ მე მინდა ამას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. ვინ განსაზღვრავს ერის, ტერიტორიის, სახელმწიფოს მოწყობის და განვითარების გეგმის ფორმირებას 50 ან 100 წლის განმავლობაში? რა თქმა უნდა, ერის მოაზროვნე ნაწილი. რა გვინდა, სად მივდივართ და როგორი უნდა ვიყოთ 100 წლის შემდეგ? მხოლოდ საკუთარი ერის
ინტერესების სწორად განსაზღვრის და მიღებით შეგვიძლია დავრჩეთ ამ სამყაროში. მაგრამ ვინ უნდა განახორციელოს ეს გეგმა? რა თქმა უნდა, ძალაუფლების მქონე დამოუკიდებელმა ხელისუფლებამ. და კიდევ ერთს გეტყვით. ოღონდ ცხენის გარეშე. თუმცა თქვენი საქმეა როგორ მიიღებთ. პოლიტიკოსები და მეცნიერები, რომელიც საკუთარი მატერიალური აზროვნებით არიან დაკავებულნი და ორიენტირებულნი არიან მხოლოდ ყოველდღიური ყოფითი ცხოვრებით, ისინიც სოციალურ ჭაობში არიან ჩაფლულნი. ამიტომ გლობალური პრობლემების გააზრებას და გრძელვადიანი გეგმის გადაჭრას ვერ შეძლებენ. ეს საკითხები მხოლოდ თავისუფალ და განწმენდილ ადამიანებს უნდა მივანდოთ გასააზრებლად. და სულაც არ არის საჭირო, რომ ისინი პოლიტიკოსები იყვნენ. ზოგ შემთხვევაში არც მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას და განხორციელებას უნდა მოვერიდოთ, როგორცაც მანამდე თუნდაც პარტნიორებისთვის ვასრულებდით. მაგალითად, მათხოვრის მენტალობის ადამიანები უნდა გავაძევოთ სახელმწიფო სამსახურიდან. ამის ტესტირება ადვილად შესაძლებელია, რომ ეცვლათ. ამიტომ აჯობებს მათ გარედან ბრძოლონ ხელისუფლებას, ვიდრე შიგნიდან ანგრევდნენ. და ამიტომ მინდა დაუსვა შეკითხვა ხელისუფლებას. დაბრუნდებიან თუ არა შემოდგომაზე იგივე პროფესორები და პედაგოგები უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებმაც მოამზადეს და ხელი შეუწყეს პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ქვეყანაში. თუ პასუხი იქნება დადებითი, მაშინ თქვენ აცდენილი ხართ მთავარ გზას და არ გაქვთ მომავალი. და არც ჩვენ გვექნება ვალდებულება, რომ თქვენზე ვიზრუნოთ. ეს აქსიომაა. ეს იძულებითი ნაბიჯი იქნება, მაგრამ გარდაუვალი. იმ მიზნის მიღწევას, რაზეც ვისაუბრე, სჭირდება პოლიტიკური ელიტის ნება, რაც გარკვეულწილად ზღუდავს მას, მაგრამ მომავალს აძლევს ქვეყანას. სახელმწიფოში უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი კონსტიტუციური სათათბირო ორგანო, ეროვნული და უხუცესთა საბჭო, რომელმაც უნდა განსაზღვროს ერის, ქვეყნის და სახელმწიფოს გადარჩენის, განვითარებისა და მომავალი თაობებისთვის გადაბარების პროგრამა. ასე 50 ასწლიანი გეგმა და რომელშიც უნდა შევიდნენ არაპოლიტიკოსები, არც ყოფილი და არც მოქმედი და არც ჩინოვნიკ მოხელეები, არც მათი ოჯახის წევრები, ეს პრინციპულია. მხოლოდ მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, სასულიერო პირები, ხალხისა და საზოგადოების რჩეული ადამიანები, რომლებიც არ უნდა იყვნენ ანგაჟირებულნი რომელიმე პოლიტიკური პარტიის იდეების მიმართ, ან რომელიმე დასავლური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები. არ უნდა წარმოადგენდნენ რომელიმე უცხო ქვეყნის ინსტიტუტებს, რაც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დანარჩენი ყველაფერი. ეროვნული საბჭო უნდა იყოს მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის და გამიზნული ეროვნული დოქტრინის შესაქმნელად, რომელმაც უნდა განსაზღვროს სახელმწიფოს გრძელვადიანი გეგმა ყველა თანმდევი ქმედებებით. ეს დოქტრინა არ უნდა იყოს ტრანსპარენტული და ხელმისაწვდომი გარე ძალებისათვის, რომლებიც ამ შემთხვევაში აამოქმედებენ თავის გეგმებს ქვეყნის წინააღმდეგ. ქვეყნის ყველა პირველმა პირმა მის არჩევამდე უნდა მიიღოს და გაიზიაროს ეროვნული დოქტრინა და წარადგინოს საკუთარი გეგმა მისი განხორციელებისთვის. მხოლოდ ის პოლიტიკოსი უნდა გახდეს ქვეყნის პირველი პირი, რომელიც ხედავს, როგორ განახორციელოს სახელმწიფოს გრძელვადიანი გეგმა. ჩემი მიმართვა ეხება ყველას, როგორც პოლიტიკოსებს, ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აწუხებთ საქართველოს ბედი. ასევე იმ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლებიც ჯერ კიდევ დაშიფრულები არიან, მაგრამ მრავალმა თავისუფლად გამოაშკარავა თავისი მისწრაფება და აღარც ბალავენ, რომელი ქვეყნის ინტერესებს ლობირებენ. ძალიანაც კარგი. მე მივესალმები ამას, რადგან შესაძლებელი გახდება ღია საუბარი და განსჯა, თუ როგორ დავიხსნათ საზოგადოება ყალბი მიზნებისგან და სწორედ ამით გადავარჩინოთ ქვეყანა. ტყუილში ვეღარ ვიცხოვრებთ და ვეღარც ხალხს ვაცხოვრებთ. ყოველთვის დგება წყალგამყოფი და თუ ჩვენ ამ წყალგამყოფს ვერ დავინახავთ, ან არ დავინახავთ და არ გამოვიყენებთ, სამწუხარო რეალობის წინაშე დავდგებით. პრაქტიკულად ერთი ნაბიჯი უკვე ამ სამწუხარო რეალობისკენ გადადგმული გვაქვს. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ცხელი სამოქალაქო ომის ზღვარზე ვართ და ამის შეფუთვა ან მიჩუნათება პირდაპირ ღალატია, როგორც საკუთარი ოჯახისა, ისევე ერისა და ქვეყნისა. ეს რეალობაა. ვაღიაროთ, რომ 1991 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენ სახელმწიფოში კლასიკური გაგებით არასოდეს ყოფილა დემოკრატია. მხოლოდ ის ჰიბრიდული კოლონიალური მოდელი
რომელიც თავს მოგვახვიეს. მისი ელემენტები კი დღესაც შემორჩა. მაგრამ ეს ჰიბრიდული ვარიანტია და თანაც მცნებაში აღრეული. დღეს თუ ყველაფერს არ დავარქვით თავისი სახელი, ისევ მოგვიწევს სიყალბეში ცხოვრება. სიყალბე კი მოგეხსენებათ ყველაზე დიდი ჭაობია და მას ვერასოდეს დავახცევთ თავს. ამიტომ მივადექით მთავარს და ვაღიაროთ. რაც უმცირესობასაც კარგად ესმის. საქართველოს ვერასოდეს ვერ იარსებებს როგორც დასავლური მოდელის მიმდევარი დემოკრატიული ქვეყანა. უნდა გამოვიდეთ ამ ილუზიიდან. დროა ამ დემოკრატიულობის თამაშმა დაგვიგრია სახელმწიფო, რადგან მთლიანად დამოკიდებული აღმოჩნდით მათ მითითებებზე და კარნახზე. მე მაგალითად მომხრე ვიქნებით, თუ იქნება შეზღუდული ავტოკრატია დემოკრატიული ინსტიტუტებით. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩამოვხსენებენ საშუალებას ავაშენოთ ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყანა. აწყობილი თავისუფალი ქვეყანა მთლიანად დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. იმიტომ რომ ჩვენთან გახლეჩილი და დანაწევრებულია საზოგადოება ინტერესთა ჯგუფებად. იმის მიხედვით თუ ვინ რომელი გავლენის ჯგუფში შედის. აშშ, ევროპა, რუსეთი, ისლამური სახელმწიფოთა ინტერესები ახლა უკვე პოზიციას იმყარებენ აზიური და ახლო აღმოსავლეთის გავლენიანი ფინანსურად ძლიერი ჯგუფები. აქედან გამომდინარე, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა შედგეს ეროვნული საბჭო. და რამდენადაც შესაძლებელია, მოკლე ვადებში შესთავაზოს ერსა და ბერს კრიზისიდან გამოსვლის გეგმა. მე კი ვფიქრობ, რომ ეროვნულ საბჭოში შემავალი პირები თავისუფალი უნდა იყვნენ პოლიტიკური ვალდებულებებისა და სახელმწიფო და სხვა საზოგადოებრივი სამსახურებისგან. ეროვნული საბჭო ანგარიშვალდებული უნდა იყოს მხოლოდ ქართველი ერის წინაშე. საბჭოში შემავალი პირები უნდა იყვნენ არანაკლებ 65 წლისა. მისი დაფინანსება კი უნდა განხორციელდეს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ. ეროვნულ საბჭოში შემავალ პირთა რაოდენობა შეიძლება განისაზღვროს 13, 15, შეიძლება 17 ადამიანი. მეტი უკვე გამოვა პარლამენტის მსგავსი მოყიყინე ორგანო, რომელიც ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას. და ბევრსაც ვერ მონახავთ იმ ხალხს, ვინც დააკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც ცალკე ჩამოსაყალიბებელი იქნება. იცით რა, მეგობრებო, რაც დრო გადის, მით უფრო ვშორდებით იმ მიზანს, რისთვისაც გვინდოდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა. მაგრამ ყველაფერი ჩვენს ხელშია. ამიტომ დროულად გავიაზროთ და მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება. კარგად მინახეთ.